ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ იყო ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი, პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო თავისუფალ ჭიდაობაში, პროფესორად წოდებული და სწორედ ამ სახლში ნახევარი საუკუნე ცხოვრობდა ვახტანგ ბალავაძე და მინდა ყველა გულშემატკივრას იმ ადამიანს, ვინც მობრძანდა აქ, მადლობა გადაუხადო, ვინც წვლილი შეიტანა ამ მემორიალური დაფის პროექტის დამკვიდრებაში და აქ უნდა ყოფილიყო სწორედ რომ ვახტანგ ბალავაძის მემორიალური დაფა და დიდი მადლობა მინდა გადაუხადოს სპორტის მოღვაწეებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გაიხსნა მემორიალური დაფა ვახტანგ ბალავაძის, ადამიანი, რომელიც იყო არა მხოლოდ ჭიდაობის ლეგენდა, მსოფლიო მოვლენა, არამედ ქართული სპორტის ისტორია, მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და მსოფლიო მასში არქვა ჭიდაობის პროფესორი. მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მომიწია მის სიცოცხლეში სპორტის უნივერსიტეტში, მაშინ და სპორტის აკადემიაში ყოფნა, როდესაც იგი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა, იყო სპორტული კარიერის შემდგომ დაკავებული მწვრთნელობითაც, მას აღზრდილი ყავს არაერთი სახელოვანი ფალავანი და მოჭიდავე ჩვენი ქვეყნისთვის და მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო, ვინც უკდავყო მისი სახელი, ყველა ორგანიზაციას, ყველა სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო მის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფის გახსნის პროცესში.